მოგესალმებით, ეს არის რადიო მისი ხმა, მე კი მისი წამყვანი მარიამ ჩხიკვაძე გახლავართ. ჩოხატაურის სასულიერო განათლების ცენტრი DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს სათემო რადიოს პროექტს მისი ხმა. სათემო რადიოს მიზანია ქალების გაძლიერება, მათი ჩართულობის გაზრდა თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ საქმიანობაში და ცნობიერების დონის ამაღლება ზოგადად გენდერულ საკითხებზე, ქალის როლზე, უფლებების და გამოწვევების საჭიროებების შესახებ. დღეს არის ჩვენი პირველი გადაცემა, ხოლო ჩვენი პირველი სტუმარია ქალბატონი ნანა მგალობლიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და არაფორმალური განათლების კოორდინატორი ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, ასევე მასწავლებლის ეროვნული ჩილდოს ფინალისტი 2023 წელს და 9 წლის მოვლენების მონაწილე. ჩვენ სტუმართან ერთად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო თემებზე, როგორებიცაა ქალის სახე ქართულ ლიტერატურაში და ქალის სოციალური ფუნქცია ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე საქართველოში. ასევე ქალბატონი ნანას პირად და პედაგოგიურ გამოცდილებასაც შევეხებით გენდერული თანასწორობის ჭრილში. ქალბატონი ნანა, უღრმესი მადლობა, რომ დაგვითმეთ დღეს დრო და გვესტუმროთ ჩვენ სტუდიაში. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ვიყო თქვენი მასპინძელი და დარწმუნებული ვარ, რომ მეტად საინტერესო და მრავალისმომცველი საუბარი გვექნება. მოგესალმებით და მადლობა, რომ დამპატიჟეთ და საინტერესო თემებზე ერთად ვიმშელებთ. დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით. მოდით დავიწყოთ მაშინ თქვენი პროფესიული გამოცდილებით. თქვენ 35 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება გაქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში მრავლად შეხვდებოდათ გენდერული სტერეოტიპები, მრავლად შეხვდებოდათ გენდერული ნიშნით ჩაგვრა, დისკრიმინაცია, მათ შორის სკოლაშიც. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს და მოდით აქვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რატომაა მნიშვნელოვანი, რომ გენდერული თანასწორობის საკითხები ისწავლებოდეს სკოლაში. დავიწყებ იმით, რომ გენდერული სტერეოტიპები ადამიანის ცნობიერებაზე ახდენს გავლენას და შესაბამისად ემოციებსაც მართავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ბუნებრივია სკოლაც არ არის ის სივრცე, სადაც ამას ვერ შევხვდებით, ეხ შევხვდებით, მაგრამ ძალიან ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებლები ამ საკითხზე. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, რომ შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება გენდერული ნიშნის მიხედვით. ხშირად არის სკოლაში, მაგალითად, გოგონებს რაღაც ყალიბში აქცევენ და ეუბნებიან, რომ ეს თამაში ქალისთვის არ არის, ასე ნუ იცვამ, ასე ნუ იღიმები, მაღლა ნუ იცინი, ქალი ხარ და ხამს, ქალი ხარ და გვართებს, ქალი ხარ და გევალება. ხანდახან სურვილს შეიძლება გაუჩნდეს, რომ მაინც ერთი პოეტი ამბობს, მაინც ხშირად მინატრია კაცად გავეჩინე გამჩენს, იმიტომ რომ ამდენი შენიშვნის და ამდენი რაღაცის გათვალისწინების შემდეგ და ასევე ვაჟების შემთხვევაში ვაჟკაცი ხარ, უნდა დაარტყა, ვერ უნდა გაგიბედოს, ნუტირი რა გატირებს და ასეთი ხშირად ხდება ამ ნიშნებით დაყოფა. რაც მიმაჩნია, რომ არ არის მართებული და ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ჩვენ სკოლაში. მე არაფორმალური განათლების კოორდინატორი ვარ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად მრავალი აქტივობა გვაქვს, შეხვედრები გვაქვს, ლექციები გვაქვს, ფილმების ჩვენება, სპექტაკლებზე დასწრება, წიგნების განხილვა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ეს თანასწორუფლებიანობა იყოს არსებობდეს სკოლაში და ამ ნიშნით ვინმეს ჩაგვრა არ იჩაგრებოდეს ვინმე ამ ნიშნით. დიდი მადლობა ესეთი ამოწურავი პასუხისთვის. მოდით თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე გავაგრძელებ, ისე ასე მგონია და ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ თუ კი ჩვენ გვინდა ნებისმიერი ფასეულობა შეითვისოს ადამიანმა განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, მნიშვნელოვანია რომ იყოს დამოუკიდებელი ინდივიდი, ჰქონდეს თავისუფალი აზროვნების უნარი. თქვენ როგორ უწყობთ ხელს თქვენი საქმიანობის დროს აი ამ დამოუკიდებელი თავისუფალი ინდივიდის განვითარების პროცესს, რა ღირებულებებზე, ფასეულობებზე ზრდით თქვენს მოსწავლეებს? საინტერესო კითხვა არის. პირველ რიგში ეს ჩემი სურვილიც არის, მიზანიც არის, მოწოდებაც არის და გუნდის რომელთანაც თანამშრომლობ, რომ ბავშვი არასოდეს განვიხილოთ როგორც წვრთნის ობიექტი, რომელიც რაღაცა უნდა ჩააყარო მაშინ რაღაცები ისე სპონტანურად, ან ჩემთვის ასევე მიუღებელია გამოთქმა ციხა არის და უნდა გამოვძერწო, არა ის არის სუბიექტი, მასთან უნდა იურთიერთო როგორც პიროვნებასთან, როგორც სუბიექტთან ითანამშრომლო და მის განვითარებას მისცე ხელი, შეუწყო ხელი და კრიტიკული აზროვნების უნარი ჩამოუყალიბო, ფიქრი ასწავლო და თავად როცა ადამიანი აზროვნებს, ფიქრობს,
მე პირადად ძალიან მომწონს ილიასის სიტყვები, ისეთი მორჩილების მწამსაც აგონება უფალია და ამ პრინციპით ურთიერთობ მოსწავლეებთანაც და როცა ბავშვი ფიქრობს, კრიტიკულად აზროვნებს, სწორ არჩევანსაც აკეთებს, გაცნობიერებულ არჩევანსაც აკეთებს და რასაც აირჩევს შემდეგ დიდი შინაგანი წინამორბედობის შედეგად, რაც დაიბადება, ის აპოვნინებს მათ ჭეშმარიტ გზას და არ იქნება რაღაცა ამორფული მასა, რომელსაც ნებისმიერი ყალიბში მოაქცევს, იმიტომ რომ თუ მე მისი ნება გავტეხე მასწავლებელმა და დავიმორჩილე და ვაკეთებინე ის, რაც მე მსურს, მე მას დაიმორჩილებს სხვაც და პიროვნულ ზრდას და განვითარებას ძალიან შეუშლის ეს ხეს და ავთენტური რომ იყოს, ხმა რომ იყოს და არ იყოს ეკო, თვითგამოხატვა რომ შეძლოს და რა თვითდამკვიდრება რომ გზაჩიხში არ აერეოს და ბედნიერების ძიება თვითკმაყოფილებაში და მოკლედ ასე შემდეგ. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის ლიტერატურის როლი, ლიტერატურას ვასწავლი და ლიტერატურა არ მოგვიწოდებს რაღაცა რეცეპტებს არ თავაზობს, მაგალითებს თავაზობს, ღირებულებათა სისტემას აყალიბებს და ამ რესურსს ვიყენებ, რომ მე ამ ბავშვების პიროვნება სწორად ჩამოყალიბდეს და სწორი ორიენტირება ქონდეს და ის საბაზისო ღირებულებები ქონდეს, რომლებიც აუცილებლად უნდა მისცეს სკოლამ, რომ მყარი იდენტობა ქონდეს და შემდეგ არ გაუჭირდეს, როდესაც სხვადასხვა გარემოში მოხდება და ეს გარემო შეეცდება, შეიძლება ეს გარემო მისთვის სასურველი და შეეცადო შეიძლება ეს გარემო, რომ მისი პიროვნება ან დადგმოს ან რაღაცა. ამიტომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ღირებულებებია პიროვნული ასეთი ახასიათებლები ჩამოყალიბებას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ თავის ქვეყანა უყვარდეს, სამშობლო უყვარდეს და თითს არ აიშვებდეს, რომ აი ამ ქვეყანაში არის ცხოვრება. როდესაც როგორი უნდა იყოს ეს რეალობა, მაგალითად, შენთვის არასასურველი, უხამსი, უმრუმე, რაღაცა უხეში და ხომ თუ შენ მის ნაწილად გრძნობ თავს, შენ ამ ქვეყნის ნაწილად გრძნობ თავს, ბუნებრივია ის მოუწესრიგებელი გარემო შენში იწვევს ტკივილს და ეს ტკივილი აუცილებლად აღძრავს ქმედებისკენ გიბიძგებს და ქმედებას აუცილებლად ქმედება უკავშირი მოყვება და აი რაღაცა მინდა რომ შინაგანად განიცდიდნენ სამშობლოს, შინაგანად განცდილდნენ ღმერთთან ჰქონდნენ ურთიერთობა და არა რაღაც ფანატიკური მოწმეები იყვნენ, რომლებიც არც კი იციან რას წამთ. უკეთ აი ჩემთვის მთავარი ორიენტირი არის, რომ პიროვნება გაიზარდოს თავისი და კონდეს მას გაცნობიერებული, შეძლოს მან გაცნობიერებული, გააზრებული არჩევანი. და ჩემი მუშაობის მეთოდიც აქეთკენ არის მიმართული. გეთანხმებით სრულები და დარწმუნებული ვარ ძალიან ბედნიერები არიან თქვენი მოსწავლეებიც, რომ ასეთი მოსწავლეები ყავთ და თავიდანვე ასეთი ღირებულებებით რომ მისრდებიან. ხალბატონო ნანა, მოდით იმაზეც ვისაუბროთ, თქვენ თუ ყოფილხართ გენდერული სტერეოტიპების ან გენდერული ნიშნის დისკრიმინაციის მსხვერპლი. საინტერესო და არასოდეს არ ვისაუბრია ამ თემაზე, ახლა შევეცდები რომ კუწფელი ვიყო და გულახთილი თქვენთან, არასოდეს არ ვისაუბრია, არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელებისთვის ეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ვინმეს ეს გამოცდილება გამოადგეს. მეც იმ გარემოში გავიზარდე, სადაც არსებობდა ტრადიციული იდეალი, ქალურობის ტრადიციული იდეალი, ქალურობის პატრიარქალური იდეალი, რომელიც კაც რაღაც ყალიბში აქცევს და მისგან მოთხოვნებს უყენებს და უნდა იყოს რაღაცნაირად ესეთი ამ იდეალის მორჩილი და შვიდი. შემდეგ, როდესაც გავიზარდე და ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას დაემთხვა ჩემი სტუდენტობის პერიოდი და დაიწყო ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა, თითქმის ყველა მიტინგზე დავდიოდი და რაღაც ამ თავისუფლებისთვის ბრძოლამ ამ ცნებაზე, თავისუფლებაზე ძალიან დამაფიქრა და მათ შორის პიროვნულ თავისუფლებაზეც, რა არის ეს პიროვნული თავისუფლება და თანდათანობით დავიწყე ამ ყალიბიდან, რომელიც მქონდა, ვთქვათ, მიწებებული ან აღზრდით ან სკოლით ეს პატრიარქალური იდეალი ქალურობის, სადაც ამ ყალიბიდან დავიწყე ამოსვლა და ჩემი თავის შექმნა თვითონ, მაგრამ ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ეს და დაკავშირებული იყო ორმაგ წინამდებობასთან, ის წინამდებობა გარე ოპოზიციასთან, ვის იდეალებსაც და ვის ხატსაც ამპასუხობდი და ასევე წინამდებობა, შინაგანი წინამდებობა ჩემში არსებულ
იდეალთან კალორობის იდეალთან რომელიც ჩემში არსებობდა და რომელიც უნდა დამეძლია. ძალიან მძიმე პროცესი არის, რთული პროცესია, როცა საკუთარ თავთან გავს წინამდებობა და შემდეგ როდესაც იმარჯვებ ამ შენს თავზე და რაღაც ახალ სხვა აქმების ადამიანი ხარ, სხვა რაღაცა შექმენი, რომელიც შენი ზნეობრივი მონაპოვარია, შენი არჩევანია, გაცნობიერებული არჩევანია და დიდი შინაგანი წინამდებობების შედეგად დაბადებულია, ეს გაძლიერებს და მყარად გახარ უკვე შენს არსებობაში, მყარი იდენტობა გაქვს და შემდეგ უამრავი წინამდებობა როცა გვხვდება, ვერ ახერხებს ის წინამდებობები შენი ნების გატეხას. მე ყოფილვარ ჩამორის ობიექტიც, დაცინვის, დამცირების, დამცირები ვარ და დაუცინია ვიღაცას თუნდაც ჩემი გარეგნობის გამო, მაგალითად 9 აპრილს მოვიწავლე ძალიან დავიკელი წონაში და ხშირად ამის გამო ვიღაცას დავამცირები ვარ, რას გავხარ, რატომ არ ჭამარჯა, ვერ ვჭამ ხო, მაგრამ ჩვენთან შემდეგ ჩვენთან არის კიდევ ასეთი რამ, რომ თავისუფალი სივრცე, პირადი სივრცე არ გაქვს კოლექტივისტური ცნობიერების საზოგადოება ვართ მაინც და ორიენტირებული მცირე ჯგუფებზე. ყველა აძლევს უფლებას შენ სივრცეში შემოიჭრეს ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, კოლეგები აძლევენ თავს ამას უფლებას და ხშირად მაგალითად გეკითხებიან, რომ რატომ არ გათხოვდი, იმიტომ და რაღაცა სინანულით და სიბრალულით ისვამენ ამ კითხვას ებრალები, რომ არ შედგა შენი ცხოვრება, არ გამოვიდა, იმიტომ რომ ქალს მოიაზრებენ მხოლოდ მეუღლედ და დედად, სხვა როლი თუ შეიძლება კონდეს ქალს, ამას დენათ ანგარიშ არ უწევენ და მე მაგალითად ძალიან შევეცადე, რომ ჩემი უნარები დამოუკიდებლად განმევითარებინა და გამეფართოვებინა ინტერესებისა და საქმიანობის სფერო, ხო, მაგრამ ამას არც აღიარებდნენ, ხო, ამდენი წელი მართლა საწყის სიცოცხლის უნარიანი იყო ჩემში, ჩემს პროფესიაში ჩავდები მძიმეს პირობებში, ვიშრომე, როცა გაყინული იყო ხელფასი და ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება საინტერესო ბავშვობა გქონოდათ, ვის ხარჯ ჩემი შესაძლებლობების საზღვრები ბევრჯერ გადავწიე, მაგრამ ეს არ ითვლებოდა წარმატებათან, მიღწევათან, ეს არ იყო არ აძლევდათ იმათ საშუალებას, რომ ვეღიარებინე მე, ანუ მაინც არ შევდექი, რადგანაც არ გავთხოვდი და არ გავთხოვდი, შეიძლება ვერ გავთხოვდი, ხო, ასეთი, იმიტომ რომ თუნდაც ამ თვალსაზრისითაც ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო ხშირად ყოფილვარ ისეთი შეურაცხყოფილი შემთხვევა, მაგალითად, როდესაც უყვარდი, ხა არ ვიცი ეს რამდენად საინტერესო იქნება სპანელისთვის, მაგრამ მაინც მინდა თქვა, იმიტომ რომ შეიძლება შემდეგ ვინმე არ ჩაერიოს, ხო, სვის პირად ცხოვრებაში, დედა მოვიდა და მითხრა, რომ თუ არ დავასრულებდი ამ ურთიერთობას, აუცილებლად გააცებების სახლს დაწვავდა და არ მისცემდა უფლებას, თანაცხოვრების უფლებას არ მოგცემდა. ისე დავშორდით ერთმანეთს, მან არც კი იცოდა მიზეზი და არც მithქვამს მე მისთვის, რომ დედაშვილს კონფლიქტი არ ქონოდა და დაეხოცათ ერთმანეთი. ასევე იყო შემთხვევა, რომ მაგალითად ჩამრის ობიექტი ვიყავი, იმიტომ რომ შეიძლება სარაფლის მოწამებულია, ჯანმრთელობა ღალატობს და არავინ იცის როგორი შვილები შეიძლება ყავდეს და ასე შემდეგ, აი მთელი პლანი დამეპირისპირდა და ეს ძალიან დამდგუნველი არის ამ ქალისთვის. ხშირად ახლა ხო თუნდაც აი რომ დავიბადე, მეორე გოგო ვიყავი და მამა ჩემი წასულა სახლიდან, იმიტომ რომ ვაჟი უნდა რომ დაბადებულიყო და ძალიან ეწყინა ჩემი დაბადება, ხო? და ესეთი ძალიან ძიმე გარემოში გიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ დაიმკვიდრო, კი რა გამოხატო შენი თავი და შენი უნარები მაქსიმალურად განავითარო და განავითარო ეს ყოველგვარი ხელშეშველების გარეშე მე არ ვარ ამითი უკმაყოფილო, იმიტომ რომ მე ამან ბევრი რაც არ კლავს გაძლიერებს და მე ვფიქრობ რომ ძალიან გამაძლიერა. როგორც ნანიშვილს აქვს ერთი მოთხრობა მცირე პროსის დიდო სტატია იცით და აქვს ასეთი ნოველა მედია ქვია, რომელშიც მთელი ნოველის მანძილზე ეს ქალი არის ინიციატივიანი გამორჩეული, თუნდაც აი სუფრიდანაც როცა დგება და მიდის მისი ინიციატივით, საჭესთან ზის, იქ ინსპექტორს რაღაცა ისე თამამად ესაუბრება, შემდეგ ეს
მამაკაცი აყავს თავის სახლში მატერიალურად უზრუნველყოფილი არის, მაგრამ როგორც კი მამაკაცი გამოიჩენს ინიციატივას, აძევებს თავისი სახლიდან და ეცემა უკეთავს კარს, მაგრამ ამ ნოველის ქალის თავისუფლება აი ცნობილი პრაღმწელის მორუას თავისუფლებას ნაზიარები ქალისაგან განსხვავდება და რატომ ყვები ახლა ამ ფაქტს ამ ქალის მოჩვენებითი თავისუფლება ის უკან დგას პატრონი, ეგრეთ წოდებული პატრონი ხომ ანუ ვიღაცა თუ არ გიმაგრებს ზურგს ქალს ან ძმა ან მამა ან ეგრეთ წოდებული პატრონი ისე შეიძლება რაღაც წარმატებისთვის ვერ მიგიღწია საქართველოში და ეს არ არის ჩემთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, როდესაც მამამ და ანუ ბიზნესმენმა ბიძამ ან პარლამენტარმა ბიძამ უნდა შექმნას შენი პიროვნება და შენი კარიერა და ამით რო პენყელაობა საკუთრად დამოუკიდებლად რომ მიაღწევ განავითარებ შენს უნარებს შენი საქმიანობის სფეროს გააფართოვებ და თამამად შეგიძლია სადაც შენ ხარ იმ ტერიტორიაზე მოიგო მე ეს მიმაჩნია დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ვფიქრობ რომ ეს შევცელი ნამდვილად კი და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირადი გამოცდილებისთან ასეთ თემაზე სენსიტიური გამოცდილების გასიარება არ არის მარტივი და დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ და ხშირად ხომ მომისმენი აი ცნობილი პირისაგანაც რომ ადამიანები ახლა მუდამუდური გახდა რო ყვებიან ამის შესახებ რომ რაღაცა ჩაგვრის შესახებ ან რომ სოციალურად ჭირდათ და ასე შემდეგ არ გახდა მუდური არ ვეთანხმები უბრალოდ ეს არის ტრამვები და ამ ტრამვებზე საუბარი შესაძლებელი გახდა იმიტომ რომ საზოგადოება უკვე უფრო ვფიქრობ უფრო გაჯანსაღდა და ამის მიხედვით არ ეს არ არის საპირწონე და ამის მიხედვით არ გაფასებს და შენი შეფასების კრიტერიუმები საზოგადოებისთვის ეს არ არის ხო ხლა ოჯახი როგორ დგას რაღაცა შეიძლება ვფიქრობ რომ საზოგადოება ამ მხრივ უფრო წინ წავიდა და ვფიქრობ ადამიანებმა ამიტომ დაიწყეს ამ თემებზე საუბარი და არა იმიტომ რომ მოდურია და იმეს ემოციებზე ახლა უნდა ვითამაშო არა ნუ ძალიან ძნელია საქართველოში ქალობა მე ვთვლი იმიტომ რომ შეიძლება ქალი ხშირად გახდეს ეს მანიპულირების ობიექტი ჩაგვრის ობიექტი დაცინვის ობიექტი ხშირად გახდეს და ბევრი რაღაცასთან უწევს გამკლავება იმიტომ რომ მას რაღაცნაირად აი ყალიბში აქცევენ და უნებიან რომ აი ამ როლს უნდა დაჯერდე რა ამ როლს უნდა დაჯერდე უფრო აი საზღვრები ეს არ უნდა გააფართო თურმე ეს იწვევს რაღაცა თითქოს მამაკაცი ეშინია რომ არ დაკარგოს დომინაცია ქალზე და თვითონ იყოს დომინანტი და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააფართო ეს საზღვრები თუ ეკონომიკური საყრდენი არ გაგაჩნია მარტო ხელახალ და მაშინ ამართლებენ ამას და სხვა შემთხვევაში უნდა იყოს მორჩილი და მშვიდი და მამაკაც ყოველთვის კონდეს ხელი ჩაის ოჯახური სიტყვა და მაქვემინდა დავამატოთ ჩემი პირადი გამოცდილებითაც რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა ერთმანეთს გაუსიარონ გამოცდილება იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანი გარიყულად გრძნობს თავს, როდესაც რაღაც ისეთი შემთხვევა და მნიშვნელოვანია ამაზე ისაუბრონ, ცუდ გამოცდილებაზე, სწრაფურ გამოცდილებაზე ისაუბრონ, ჩვენ ერთი იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ესეთი რაღაც ხდება და ვიცოდეთ როგორაა გამოსავალი აქედა და მეორე იმისთვის რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ძალიან დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის. თან უნდა იცოდეს ხო რომ არ უნდა ჩაერიო შვილების ცხოვრებაში ასე თან ძალიან პირადული და სივრცე რომ არის იქ 25 წლის კაცს არ უნდა უთხრა შენ ვიზე შეაჩეროს არჩევანი ან როგორ მოიქცეს ხომ აი ეს აქტიურად შეიჭრე შვილის ცხოვრებაში მე ვფიქრობ შეიძლება დღეს ეს არ ხდება ან უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვს თქვენს თაობას ვიდრე ჩემს თაობას ჰქონდა არ ვიცი მაგრამ ეს ძალიან დრამული გამოცდილება არის ჩემთვის ალბათ შემოთავაზებამ უფრო მეტად ვიცით რისი უფლება გვაქვს და რისი უფლება არ აქვს სხვას ალბათ ეს განსხვავება უფრო არის და ვფიქრობ კიდევ მეტი ის გაქვთ აი დამოუკიდებლად არსებობისთვის მეტი უფრო მეტი საშუალება და გზა გაქვთ ჩემი თაობა ძალიან იყო აი დამოუკიდებული მაგრებული ჩამოკიდული მატერიალურად კიდევ მშობლებზე და თუ ახლა მშობელი გეუბნებოდა რომ ჩემთან შეწყვეტ ურთიერთობას რაღაცებს კარგავდი და შემდეგ არჩევანის გაკეთება ასე გიწევდა და ამიტომ
ისე არ უნდა შევიჭრეთ, მივცეთ უნდა ბავშვებს შეცდომების დაშვების უფლებაც, თუ ეს შეცდომები არ არის სიცოცხლისათვის სარისკო და რაღაცა ისეთი მატრამვირებელი, რომ თვითონ არ ვიცხოვროთ მოკლედ შვილების ნაცვლად რა. კონდეთ მათავიანთი გამოცდილებები, იმიტომ რომ იმ გამოცდილებით სწავლობს შემდეგ ადამიანი და ეს გამოცდილებით თქვენმა თაობამაც ისწავლო ფიქრობ, იმიტომ რომ თქვენი თაობი ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის, ვინც გირჩევს, რომ ჯერ შენ თვითონ განვითარდე, შენ თვითონ შედგე როგორც ქალი, როგორც პიროვნება და მე იფიქრო სხვა რაღაცებზე. პირველ რიგში აი შენ უნდა იყო დამოუკიდებელი და ალბათ კი თქვენმა თაობამაც ხო იცის ხოლმე, როდესაც ბავშვი იზრდები რაღაცა, რაც შენ მშობლებს ისე არ გამოვიდათ, მე გიტა რომ შენი შვილებისთვის გააკეთო და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ახლა ჩვენს ირგვლივ გვირჩევს, რომ ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით როგორც ქალი. შეხმარებაც არის თავი შვილებისთვისაც, შენ არ გამოგივიდა თავი შვილებს აქვს თავიანთი მიზნები და იმ მიზნების განხორციელებაში უნდა დაეხმარო და არა შენ რომ მიზნები ქონდა და არ გამოვიდა ის მიზნები ტრანსფერი გააკეთო შვილში და აიძულო შვილი რომ შენი მიზნის განხორციელება მიუძღვნას თავისი ძალისხმევა. შვილებს ხელი უნდა შეაშორონ, რომ თავიანთი მიზნები განახორციელონ და არა შენი. იმიტომ ეს სხვა პიროვნება არის, სხვა ინტერესები, სხვა სურვილები, სხვა მიზნებით და მე ვფიქრობ, რომ არაცნაირად წინ არ უნდა აეფარო და უნდა იდგე ის გვერდით და ხელი შეაშველო უნდა, მაგრამ ის მაგალითად არ უნდა იცხოვრო. ამიტომ ამ მნიშვნელოვანი გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ ვახსენეთ დომინაციის საკითხი და მოდით ესეც განვიხილოთ, რამდენად არის თქვენი აზრით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა თანასწორუფლებიანი. ხო, ესეც ძალიან საინტერესო საკითხია. მოსწინათ ერთ-ერთ ფილმს უყურებდი და ასეთი დიალოგი იყო, რომ მამაკაცი ეუბნება ქალს, რომ ნუ თუ ვერ გძნობ, რომ როგორი გაფასებ და რომ კვარცხლბეკზე აგიყვანელდეს. ქალი ეუბნება, რომ მე კი არ მინდა გძნობდე, მინდა ვიყო და კვარცხლბეკზე აყვანა კი არ მინდა თანასწორად, შენს თანასწორად არ ვიქვამდე თავს, იმიტომ რომ სიყვარული ხომ არ არის ფლობა, ნივთი ხომ არ ხარ, ობიექტი ხომ არ ხარ, ხო? სიყვარული არის თავისუფლება და ორი სრულფასოვანი ადამიანის თავისუფალი ურთიერთობა და თანასწორუფლებიანობა. ამიტომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რომ შენ მისცე შენს იმას, მეუღლეს თავისუფალი სივრცე ლეგიტიმურად და ორი სრულფასოვანი ადამიანის ურთიერთობა იყოს ეს. იმიტომ რომ თუ ქალი შფოთავს, თუ მუდმივად რაღაცა აკონტროლებს, საზღვრებს უწესებ, მას ის ვერ იქნება ბედნიერი ქალი და ბედნიერი ქალი კარგი დედა ბედნიერი ქალი უნდა იყოს, იმიტომ რომ მან შვილს უნდა მისცეს არა მხოლოდ სიცოცხლის სურვილი, არამედ უნდა მისცეს სიცოცხლის სიყვარული და თუ სულ ქალი შფოთავს და შეშინებული და დადგმული არის, რომ რითი მოაწონოს ახლა თავი ქმარს და როგორ იყოს კარგი მეუღლე და ასე შემდეგ, მაშინ ეს შფოთვა აუცილებლად გადაედება შვილებს და აი ახლა გამოსცემ მინდა რამდენიმე დღის წინ თუ თვის წინ იყო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და თქვენ მკითხეთ მე რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი თუ ყოფილხარ და აი მაგ შემთხვევაშიც არაერთი გზავნილი მომივიდა, ძალიან გონადგენი ვარ, რომ რატომ არ ხართ აქ თქვენ და რაღაც დამამცირებელი ის, რომ აი თქვენთვის არ არის ოჯახის წმინდა და დიახ, ოჯახი ჩემთვის წმინდა ინსტიტუცია არის. მე იმ დროს ბავშვებს მამეცადინებდი და ერთ თვეში ქონდათ გამოცდა და ჩემთვის და სწორედ იმ ბავშვებს, იმ ღირებულებებს ვზრდი, რომელი ღირებულებებზეც უნდა იდგეს ოჯახი, გულწრფელ ურთიერთობაზე და თანასწორუფლებიანობაზე და ღირსებაზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ღირსება, გრძნობა არ არსებობს ღირებულებების გარეშე და როდესაც შენ შეგიძლია დაჩაგროცოლი ან შვილებისთან დასწრებით გაარტყან სიტყვები შეურაცხყოფა მიაყენო და შემდეგ მეორე დღეს საზოგადოებამ რომ გიხილოს პოზა მოირგო და მიღაბი მოირგო ოჯახის ერთგული მამის ან ერთგული ცოლის, ეს არ მიმაჩნია
სწორ საქციელად და საერთოდ ვთვლი რომ არაგულწრფელი საზოგადოება ვართ და პოზას და მიღავს უფრო მნიშვნელოვანი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვიდრე რეალობას და შინაარსს, აი ნამდვილ შინაარსს, ნამდვილი შინაარსი როცა არის და სიყვარულის ატმოსფერო და ზნეობრივი ატმოსფერო არის ოჯახში, იქ იზრდება სწორედ იმ ფასეულობების ერთგული ადამიანები და იქ არის ოჯახი მართლა მყარი ინსტიტუცია, რომელიც ყველაზე მეტად ვერ იგუებს ფარისევლობას და არაგულწრფელ დამოკიდებულებას. ხშირად მოისმენთ ახლა ღირსებით ევროპისაგან, ღირსება არ არსებობს ღირებულებების გარეშე, ხო? თუ ვიღაცა ჩაუსაფრთები და წვირთვის დაულეწავ, რა სადმე დიხარ ღირსებით და ამ მაგალითს აძლევ იმ ბავშვებსაც, ხო? ამიტომ შენი ცხოვრების წესით მისთვის უნდა იყო ქცევის მოდელი, ცხოვრების წესით და არა მასობრივ სოლოებში მონაწილეობით. მოდით ჩვენ გადავიდეთ ლიტერატურასაც. ვისაუბრეთ იმასაც, როგორ მივაწებებთ ხოლმე ქალს რაღაც როლს, ხო, დედის როლი, იმის შვილი, იმის ცოლი, ვიღაცის ძმა, ვიღაცის და უკაცრავად და ლიტერატურაც ასახავს ისტორიულ რეალობას, როგორ აზროვნებს საზოგადოება, ხო? როგორ შეიცვალა ფოკუსი ქალის როლსა და ფუნქციაზე ლიტერატურაში და აი მოვდივართ შუშანიკიდან იქ წამებული ქალი, საერთოდ ლიტერატურაში როგორ არის გამოხატული გენდერული საკითხები. თუნდაც ავიღოთ შუშანიკი ძალიან საინტერესო არის რამდენიმე გენდერული საკითხი დასმული. იქ შემდგომ უკვე ვერცხლისწყალოსანში, ოთარა ანთქრივში, შალოცვა რადიოში და ასე შემდეგ და როგორ წარმოაჩენს ქართველი მწერლები ერთი მხრივ ძლიერ თვითმყოფად ქალს და ინდივიდს პიროვნებას და მეორე მხრივ აი ამ ჩაქრულ ხვედრს რომელიც ქალს აქვს სხვადასხვა მიზეზის გამო და თანამედროვე ლიტერატურაზეც ვისაუბროთ დღეს რაზე წერენ, როდესაც წერენ ქალს და რაზე წერენ ქართველი ავტორები, რა საკითხებმა წამოიწია წინა პლანზე ჩვენ თქვით რომ დღეს უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს ამ კუთხით, და ესეც გავიხილოთ მოდით. საინტერესოა მე ბევრი საინტერესო ნაწარმოები ვიცი ხა ქართული ლიტერატურაში და არამარტო მსოფლიო ლიტერატურაში და ბევრი საინტერესო პერსონაჟი წავს აქედან გამომდინარე ქალი პერსონაჟები ხა თქვენ ახსენეთ შუშანიკის წამება როგორ იცავს ეს ქალი ქართლის დედოფალი თავის ღირებულებებს და როგორ არიცნობს მას მეუღლე და არცემს მის არჩევანს პატივს, ან მისი აღუთქვა, რომ მოაქცევდა მას დიანურ ჯურზე, რომ ქალის თანხმობა ცოლისაგან არ ქონდას. იგი არიცი რითი სულდგმულობს ის, რა არის მისთვის მთავარი არსებითი, რას არ დათმობს. ანუ მას აღიქვა რა ფლობის ობიექტად, რომელსაც ჩახვალ და ეტყვი და შეიცვლის. აი როგორ დამოკიდებულება აქვს ქალის მიმართ, მაგრამ როგორი ძლიერი გაუტეხელი ნება შეაგება შუშანიკმა და აგრძნობინათ რომ მე თუ არ მინდა შენ ბურკილებსაც ვერ ამყრე და ჩემთვის დღესაც გული მწყდება ზოგჯერ ისე მოიხსენიებენ როგორც ფანატიკურ მორწმუნეს და ძალიან მწყდება გული და ჩემ მოსწავლებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული ის არის პიროვნება ეს შუშანიკე წმინდა ქართლის დედოფალი თავისი დამოკიდებულებებით, თავისი შეუვალობით, თავისი უკომპრომისობით, თავისი გაბედულებით, სიმამაცით, სიმტკიცით, აი როგორ ყარად დგას თავის არსებობაში და რა შეურაცხყოფა არ მიაყენა პატივი აყარა დედოფლის, მეუღლის, შვილები გაუმასდიანა, მაგრამ ვერ გატეხა ქალის ნება, იმიტომ რომ ეს რა იდეალის ერთგული ადამიანები კი ნებისმიერი ეპოქის ადამიანს უნდა მოსწონდეს და აღილვებდეს და აღფრთოვანებდეს და აქ არის აი ჩემთვის ეს არის იდეალის ერთგული ადამიანი, რომელიც არ შეეგუა იმას, რაც მისთვის იყო მიუღებელი. და არ დათმო, რაც მისი სულის მაღალი შინაარსი იყო. ასევე ვეფხისტყაოსანში გამორჩეული ქალი პერსონაჟები არიან, ავტორის დამოკიდებულებაც როგორია, ბრძენი არის იქ ქალი, ისეთივე როგორც მამაკაცი და მაღალი და მაღლა მხედი და შთამაგონებელი როგორ ყვინარ წაეპოტინა ნესტან დარეჯანს, მაგრამ ყოველთვის რაღაცა ისე მყარი არის, აი ადგა ისე გულუშიშრად ვეფხილყვანე გმირი ამბობს ავტორი და სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერს და რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა და
ყოველთვის ეძებს რთული ვითარებიდან პრაქტიკულ გამოსავალს და ნებისმიერ წინამდებობას და ბარიერს ლახავს, რომ მისწვდეს მიზანს და ბოლოს უკვე შეიძლება დასაწყისში არის, რომელიც ზოგიერთ მკითხველს აღიზიანებს და არის იმპერატიული, კატეგორიული, შეიძლება საშიშიც დაუნდობელიც, მაგრამ უკვე ისეთ გზას გაივლის, ვითარდება, დინამიკაში იხატება მისი სულიერი ზრდის პროცესი, იმ ზრდელად სიყვარულის ალბომ ამბობთ ჩვენ ადამიანები ერთმანეთსგან სიყვარულის მეტნაკლებობით განსხვავდებით, ხომ? სოლიდარული თუ არ ხარ მეორე ადამიანის მიერ და ემპათიური, ესე იგი სიყვარულის არ გიყვარს ადამიანი სათანადოდ და ამიტომ ხარ დატოვეს შენი გულის გარეთ და დადეგე მისი ბედს გარეთ, ხომ? ეს როგორ იზრდება და უკვე მე ქალი როგორ წარსდგება 7 ცნობიერებით უკვე როცა თავისუფლებელმას ქაჯეთის ციხიდან გამორჩეული პერსონაჟი არის და ასე მოიხსენიებს ავტორი თინათისაც ცნობადი გონება აქვს, მაღალი დიალებს, მაღალ ღირებულებებს უჭრეტენ. შემდეგ მაგალითად ახლა ახსენეთ თქვენ ასევე ელი გურდელიანი, ძალიან ტრაგიკული ბედის ქალი, რომელიც როგორ იტანჯება ევროპაში, უცხოობაში, როგორ წვავს მხრივ ნერვებს, რომ ემიგრაციაში წასვლა არ არის სამშობლოსგან გათავისუფლების მცდელობა, პირიქით გიძაფრდება სამშობლოს მონატრების გრძნობა და როგორ ეკვეთება შემდეგ ბედის წერას გველებთან, რომ იცეკვებს, რომ ხუნთ დამაბრუნეთ თბილისში და როგორ მაღლდება იმ მსახურიობაზე ეს მშვენიერესი ქალი, რომელსაც დასცვენოდა უმანკოების ფიფქი, მაგრამ მას მხოლოდ ქართველი თუ იგრძნობდაო. შემდეგ აი მარგო ჯაყოს ხიზნებში ალეგორიული სახეები არიან, ბუნებრივია საქართველოს, მაგრამ როგორი ეს მარგალიტი, როგორ უძლო უხერხემლო ბედოვლათმა კაცმა როგორ მიუგდო მას ჯაყოს გასათელავა და როგორ გენანება შემდეგ რომ მოდის ეს დახვეწილი ქალი თხები კერფამდე ჩატარებული გემოვნებით რომ ახასიათებს ავტორი ბოლოს წელში ორად მოკეცილი მძიმე ტვირთით ზურგზე და ხშირად მეაქვს ქალს ეს მძიმე ტვირთი და მე ვფიქრობ რომ კი დადგა ახლა ისეთი დრო აი ოთარ ართქვრივი ახსენეთ თქვენ რომ აღარ დაჭირდეს ქალს ოთარ ართქვრივობა და თავისი ღირსების დაცვისთვის ასეთი ეკლების დასმა გარეთან და ასეთი მკვახე შეძახილი და ასეთი პათოსი აღარ დაჭირდეს ისე კონდეს მას ეს ლეგიტიმურად ეს სივრცე მიცემული ხო აღარ ჭირდებოდეს იყო ოთარ ართქვრივი თორემ ეს გამორჩეული ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია როგორ ზრდის თავის შვილს როგორი შეყვარებული ქალია კიდევ ერთი ფრაზით ამბობს ავტორი რომ თავის ქმარზე რომ ყვება რომ ისეთი ის იყო რომ მისი ხმის გაგონებაზე გული გადამიტრიალდებოდა ხოლმე ეს გულის გადატრიალება დიდ გრძნობას წარმოაჩენს რომელიც მას აკავშირებს და განსაკუთრებით მიყვარს ვაშებშაველას ქალები სანათა ტრადიციული შეზღუდვების რომ არღვევს ლელა თავგანწირული აი სამშობლოსთვის და აღაზა გასაოცარი პერსონაჟი ვაშებშაველას სტუმარ მასპინძლიდან რომელშიც მოქმედებს თემის თვალთახედვა და ამ თვალთახედვით აღიქვამს თავის განცდებს, ქცევებს, ფიქრებს, მაგრამ მაინც ახერხებს რომ გააკეთოს ის რაც უნდა დაინტიროს ეს ვაჟკაცი, არ გახდეს ბბოს ნაწილი და მეტავინებას მაძლევდეს დედაკაცობის ჯული რომ ეგვაცოცხლოს вас ყველას გავაფრთხობინოს სულ და როგორი ტოლსადები მეუღლე ყავს როცა ეუბნება რომ დავიტირე კარგი იქნა მე რა გამგევარ მაგისაო იმიტომ არ გიწესებს ემოციებს შენს განცდებს საზღვრებს და აი საოცარი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი არის და აი არაერთი
შეგვიძლია კიდევ გავხსენოთ ქართული ლიტერატურიდან აი ყტეაშვილის ქალები, დავით ყტეაშვილის ქალები, როგორ ეს კუჭის პრობლემაზე ზრუნვა, ადამიანს როგორ აკარგვინებს სახეს, როგორ კლავს მასში სინდის ადამიანში ღვთაებრივი ნაწილის მოდარაჯეს, მაგრამ ქალები როგორ ინარჩუნებენ ამას. ასე რთულ სიტუაციაში გარემოებაზე მაღლა დგომას როგორ ახერხებენ აი სამანიშვილის დედინაცვალში ნუჩია ის დარიკო რომელზეც დგას ოჯახი თორემ კიდევ მინაშვილი დაყალყალებს იქეთ-აქეთ იმიტომ რომ დაკარგული აქვს პოზიტიური საზოგადოებრივი ფუნქცია და სარბიელი და ასევე პლატონის მეუღლე რომელიც უვლის ის ელენეს უვლის განა ელე და არასოდეს არ აღუქვამს ის ბავშვი მტრად რომელიც იბადება და რომლის დაბადებელმაც ამდენი სადარდებელი მოუტანა ამას პლატონს და ადამიანის სახით დააკარგინა და ქალები ამ ყველაფერს როგორ ინარჩუნებენ როგორ ტრაგიკული ხვედრის არიან ზოგჯერ ნივთებად ქცეულები აი დარისპანის გასაჭირში როგორ დაატარებს იმ ქალს კალდაკარ იმიტომ რომ ზითევი არა აქვს და ულამაზესი ქალი არასოდეს არ დამავიწყდება მისი აპრეხილი ცხვირი ლამაზის და არა ერთადერთი კითხვა უჩდება მამაკაცს რომელსაც ურიგებენ რომ აქვს რამე თუ არა აქვს რაიმე ხელს დარჩება ვერ გათხოვდება ხო აი ძალიან ტრაგიკული ის არიან ბედის არიან ეს ქალები ხა დღეს რა შეიცვალა ის რომ აი ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება როცა ქალს უკვე შეუძლია მიიღოს განათლება თუმცა მიიღოს ქალმა განათლება რომ განათლება თავისუფლების ხარისხს ზრდის და როგორც გურამიშვილთან ხშირად ვლაპარაკობ ჩემს მოსწავლეებთან გურამიშვილი რომ ამბობს რომ ისო ბრძენიო პურთათვის ჩემსავით მუხლს არავის მოექენებს ან არავის არ მოეხვევა მუხლებზე თავისუფლების ხარისხს ზრდის როცა მატერიალური სახსარი გაქვს ეკონომიკური საყრდენი გაქვს ქალს ხომ რაღაცებზე უკვე იქ მოითმინო და ჩაგვრა აიტანო დამცირება აიტანო ეს შენ თავის რეალიზებისათვის არახელსაყრელი პირობები შექმნა აიტანო უკვე ამას აღარ დათმობ და აქვს დღეს ეს საშუალება ქალს რომ განათლება მიიღოს და საყრდენი ეკონომიკური საყრდენი ჰქონდეს და არ იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული და პატრონის ძიებაში არ იყოს აი პატრონს რომ ეძებს და ის პატრონი მე არ გიქვავს შენ როგორც თოჯინას როგორც ნივთს როგორც რაღაცა ატრიბუტს სამკაულს რომ თავი წარმოაჩინოს საზოგადოებაში რომ ამაზე ქალი მიყვება გვერდი და სარფიანად იყიდები და აი ეს სტერეოტიპები ბევრი დასამსხვრევია დღესაც რომ ლამაზი ქალი არ არის საჭკვიანი და ლამაზ ქალს ხო ეს მეტნაკლებად დღეს იმსხვრევა ეს სტერეოტიპი ქალებისაგან ძალიან ასე თუნდაც ტრაგიკული ხვედრის არის ის რომ 90-იანებში იცით თქვენ როგორ გადასარჩენი დარჩა ოჯახები ქალის მიერ იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა ქვეყანას და გამოსავალი ქალებმა იპოვეს შრომით მიგრაციაში წასვლით, იმიტომ რომ სრული შრომაზე შრომით ბაზარზე დიდი მოთხოვნა არის და მამაკაცები ელოდებიან ქალების გამოგზავნილ ფულს და ჩვეულებრივი ნაწარმოები აქვს თათო ტურაშვილს დოდოს მოლოდინი, ან როგორ ელოდება გოდოს მოლოდინი უკვე ჩანაცდა დოდოს მოლოდინით და ეს კი არის ახლა სამწუხარო ფაქტი რომ ოჯახები აი ნახეთ კეთილდღეობაზე ხა სხვა თემა არის მაგრამ მშვიდობა არ არსებობს კეთილდღეობის გარეშე და როცა ყოველი მეორე ოჯახიდან დედა არის წასული რომ ბავშვი დედის გარეშე იზრდება მე რომ უცხოვდება შეიძლება დედაშვილი კიდეც ერთმანეთს ხომ იქ შეუძლებელია ახლა რაღაცა კეთილდღეობაზე ისაუბრო და ქალის რაღაც გაუმჯობესებულ გარემოზე და პირობებზე ისაუბრო. ანუ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის უნდა გაჯანსაღდეს, ცოტა დუვლათი და რაღაცა უნდა შეიქმნეს, რომ ქალს ჰქონდეს ნორმალური პირობები და ცხოვროს თავის ქვეყანაში და თავის ოჯახთან, თავის სამშობლოში და თავის შვილებთან ერთად იყოს. დიახ, ნამდვილად უკაცრავად. ძალიან საინტერესო და სიღრმისეული ანალიზი იყო და მადლობა ამისთვის და ჩვენ შევეხეთ ისტორიულ რაკურსსაც, ხო ერთგვარი ისტორიული რაკურსიც გავაკეთეთ და შეგვიძლია ამასაც ვისაუბროთ, ოდნავ კიდევ გავშალოთ და უშუალოდ
რა როლი ჰქონდა, რა სოციალური ფუნქცია ჰქონდა ადრე საუკუნეების წინ ქალს უკვე საბჭოთა კავშირში რაღაც როლი მიაწევეს, ხო, იქ დედის როლი, ცოლის როლი და აი დღეს რა ნიშა უკავია ქალს საზოგადოებაში, სოციუმში და აი დავუშვათ 90-იან წლებში ხოლმე მიგრაცია, ასე შემდეგ. დღეს რა ნიშა უჭირავს და აი საინტერესოა თქვენი გამოცდილების გაზიარება, 9 აპრილის გამოცდილების გაზიარება, მაშინ რა როლი ჰქონდა ქალს ამ მოვლენებში. ახლა ჩვენს ისტორიას თუ გადავავლებთ ძალიან მოკლედ, ვიცით ახლა როგორი მნიშვნელოვანი არის ქალის როლი, ქალთა განმანათლებელი არის ქალი. ქვეყანა არის წილხვედრი ღვთისმშობლის, ხო? განმანათლებელი ზნეობრივი განმაჯამსაღებელი და გადამორჩენელი ქეთევანი ქალი. დედოფალი თამარის ეპოქაში რაღაცა ზენიც რომ აღწევს საქართველოში თუნდა არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისითაც იმ ეპოქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩვენს სინამდვილეში თამარის ეპოქაში, ასე რომ ისტორიულადაც ზოგადად ის კრავაი ჩაფელი და შეგწოხალიც რომ გავიხსენოთ და არაერთი პიროვნება, რომლებსაც დიდი როლი აქვს შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოს პირველი არჩევნების დროს ქალების როლი და ქალების მონაწილეობა, ასე რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ქალები და ბევრ რაიმეს განსაზღვრავენ. შემდეგ აგერ უახლესი ისტორია 9 აპრილი ავიღოთ, იქ ძალიან ბევრი ქალი დაიღუპა და როგორი რაღაცნაირად როგორი სულისკვეთებით იდგნენ იქ, ეს მნიშვნელოვანია ძალიან ეს სულისკვეთება და თანაუგრძნობდნენ დედების შვილებთან ერთად იდგნენ იქ 16-17 წლის გოგონები იბრძოდნენ რომ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისათვის და რამდენი სისხლი დაეღვარა იქ სადაც დგას დღეს პარლამენტი და ამიტომაც ვამბობ ხშირად რომ უნდა ვიცოდეთ რის ფასად გვაქვს ჩვენ ეს თავისუფლება მოპოვებული და მათი ხსოვნისა და ცოცხალთა ღირსების წინაშე გვაქვს ვალდებულება რომ ამ თავისუფლებას გაუფრთხილდეთ და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ვფიქრობ ქალის როლი, იმიტომ რომ ჯერ როგორც ილია ამბობს დედავისმინე ქართლის ვედრება ისე აღზარდა შენ შვილი სული რომ წინ წარუძღვის ჭეშმარიტება უკან ჩესკვალი განათლებული და ბარათაშვილის სოფიოც გვახსოვს როგორი სულისკვეთების ქალი არის რის და როგორ წუხებს მას ნარატორს რომ როგორ შეიცვალა ეს სულისკვეთება და რის ქართველობა რა ქართველობა თვითონ რას მავნებს უცხო ტომობავან უცხობაში რასიან ეს ამითი ჩანაცვლა და დღევანდელი ქალების სულისკვეთება მე ვფიქრობ სოფიოს სულისკვეთებას ემთხვევა და მასაც ისეთი გზნებით უყვარს თავისი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს გაიღებენ რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანას თავიანთ სამშობლოს ჰქონდეს მომავალი და ეს მომავალი იყოს ღირსეული. იმიტომ რომ ისეთი მე ხა მოსწავლეებთან მაქვს ურთიერთობა არაჩვეულებრივმა თაობამ დაამთავრა დღეს და ამ პრინციპებით იზრდებოდნენ ისინი და დარწმუნებული ვარ ამ პრინციპებით გავლენ ასპარეზზე და დაიწყებენ საქმიანობას რომ მათთვის სამართლიანობა ექნება უმთავრესი სამართლიანობის განსაკუთრებული მოთხოვნა და ღირსების გამახვილებული გრძნობა და ვისაც აქვს ღირსების გრძნობა და სამართლიანობის მოთხოვნა ის ჩაგვრას დისკრიმინაციას თავისუფლებაზე უარის თქმას და რაღაცის საპირწონედ ვერ შეეგუებიან და ვფიქრობ რომ საინტერესო თაობა მოდის და დღესაც მნიშვნელოვანი არის ქალის როლი, იმიტომ რომ მან იცის რა არის ღირსების ფასი. დიახ. ესე ვიტყოდი მე ჩემი პირადი გამოცდილებითაც თქვენთან მიმართებით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის სამშობლოზე უსამოდ შეყვარებული ადამიანი და პირველ რიგში სამშობლოზე, შემდგომ უკვე თქვენს პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი და ვფიქრობ, რომ ძალიან სამაგალითო ეტალონი ხართ ერთგვარი თქვენი მოსწავლეებისთვისაც და ყველასთვის, ვინც გიცნობ და თქვენი ღირებულებისა და ფასეულობითი სისტემის შესახებ იცის და რას ნიშნავს თქვენთვის, რომ იყოთ ასეთი ძლიერი და წარმატებული ქალი და არა მარტო პედაგოგი,
ასეთი ძლიერი და კარგი, არამედ როგორც პირველ რიგში კარგი მოქალაქე. და რა პასუხისმგებლობას თუ გაკისრებთ ეს რა პასუხისმგებლობას გაკისრებთ და შემდგომ უკვე რას ურჩევთ, რას ურსურვებთ ახალგაზრდა ქალებს უკეთ ქალებს აი ამ გენდერული ასპექტების გათვალისწინებით თუნდაც. ძალიან დიდი მადლობა ასეთი დამოკიდებულებისთვის ავანსად მქონდეს. უდიდესი პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან პროფესიაც ისეთი მაქვს, ვთვლი და ვეთანხმები მარაჩვეულებრივ ადამიანის სიტყვებს, რომ პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი და აი შენს პროფესიაში რომ ყველაფერს გააკეთებ, არ უღალატებ შენს პროფესიას, არ უღალატებ შენს საქმეს, რომ ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვო და საქმე გვერდზე გაწევ და საქმე არ არის უგუშემატკივრო თავმინებებული. ხომ აი ეს არის პატრიოტიზმი და ყველა რომ რაღაცა ესე იყოს თავის ყველას ახასიათებდეს, აი თითოეულ ჩვენგანს რომ ახასიათებდეს ეს პოზიტიური შინაარსის დინამიკა, ნაყოფიერი აქტივობა, რომ თავის ტერიტორიაზე რაც შეიძლება, რაც მას ევალება, იქ პასუხისმგებლიანი იყოს, აი პასუხისმგებლობა და მოვალეობა მაინც გარედან დაკისრებული და პასუხისმგებლობა შენ თვითონ იღებ და რასაც ითხოვ შენგან გარემოება, იმას ადეკვატურად პასუხობ, ხო? და აი ეს აუცილებელია რომ გქონდეს, რომ იყო წარმატებული, შრომის მოყვარია და პასუხისმგებლიანი და ყოველ დღე მაგალითად აი შეუძლებელია რომ აი რაღაცა სიახლეები რომ არის არ გამოვიწერო წიგნი, არ წავიკითხო სპექტაკლი, არ ვნახო ფილმი, არ ვნახო, რომ არ ჩამორჩე დროს და თანაზომიერი ვიყო იმ დროს, რომ ბავშვმა არ გამასწროს, რომ მე თვითონ ეს ბავშვი რომ გამასწრო, არ გამაღიზიანოს, ამიტომ უკან არ დავწირო ბავშვი, პირიქით გავყვე მას, ამიტომ რაც კი სიახლე ხდება ღამეები მითენებია, რომ წიგნი გამოვიდა, მაშინ უნდა გამოვიწერო და წავიკითხო, რომ არ ჩამორჩე რაღაცა დროთასვლას და საზოგადო ცხოვრების დინას ნაბიჯები აუწყო, იმიტომ რომ მომავალთან მაქვს ურთიერთობა და აწმყოში მომავალი მონაწილეობს მოქმედების სახით და წარსული გამოცდილების სახით და წარსულისაკენ ვერ იტყვი რომ აი მივი რაღაცა წარმატება მქონდა და წარმატება წარსულით ვერ იცხოვრები ამაყებ, მაგრამ ვერ იცხოვრებ, ის გამოცდილება არის შენი და წინ უნდა იხედებოდი, ამიტომ ყოველ დღე უნდა კითხო შენს თავს, რომ დღეს რითი წადი წინ, დღეს რა შეიძინე, ახლა აი რო ვასწავლე, როცა რომ ვასწავლე რაღაცას, მაგალითად რომელიმე თემას ხო ზოგჯერ მიფიქრია რომ აი წელს უფრო მეტი დავინახე აქ და გული დამწყვეტია რომ იმდენი ვერ მივეცი წინა თაობას, რაც წელს მივეცი, იმიტომ რომ ყოველ დღე უნდა ვითარდებოდე და იზრდებოდე. თუ გინდა რომ შენ საქმეში იყო წარმატებული და არ შეაყოვნო ბავშვის განვითარება, ის მაინც განვითარდება, მაგრამ შენ არ იქნება მისთვის საინტერესო და მე მithქვამს ხშირად რომ აი მას არ უნდა გინდოდეს რომ მასწავლებელი გადააქციო, არა მასწავლებელი არავის ჭანჭიკად გადაქცევა არ უნდა გინდოდეს, იმიტომ რომ ჭანჭიკი ვერ შეგიქმნის საინტერესო გარემოს, შეგიქმნის სტანდარტულ გარემოს და ეს თაობა სტანდარტულ გარემოში არ გაჩერდება და აუცილებლად დაიწყებს ალტერნატიული სივრცის ძიებას და ეს სივრცე სკოლა არ იქნება, გარეთ იქნება და შესაბამისად დაკარგავ ხომ თაობას სკოლა. ამიტომ უნდა შექმნა ასეთი გარემო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმაჩნია პასუხისმგებლობა, შრომის მოყვარეობა და რაც თავარია იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ემსახურები საქმე უნდა გიყვარდეს. მე მხოლოდ სიყვარული შეუძლია გამოიღოს ნაყოფი, თორე სხვა შემთხვევაში ნებისმიერი საქმე შეიძლება იყოს უაზრო, უმიზნო და შესაბამისად იყოს უნაყოფო და ამიტომ მე ურჩევდი ყველას, რასაც მოკიდებენ ხელს, პროფესია არ არის მიიყვანონ ის ბოლომდე, არჩევანი მათი იყოს გაცნობიერებული, აი განდეგილს როცა გავდივართ ხოლმე და ვსაუბრობთ მე და ჩემი მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის განდეგილზე იქ და ვსაუბრობთ მის მარცხზე, იქ ხშირად ვამბობთ რომ არჩევანი უნდა იყოს გაცნობიერებული და დიდი შინაგანი წინამდებობების შედეგად დაბადებული, მხოლოდ ეს გაპოვნინებს ცხოვრების ჭეშმარიტ გზას. მე ამ გზაზე უნდა იყოს თანმიმდევრული ადამიანი, ავთანდილი ამბობს დგომა გზავრისად თომა, კირილე მიმინაშვილებით არ უნდა დაყანყალებდე ეკეთ, ხო, რასაც მოკიდებ ხელს, აი
ბარათაშვილზე ვიციქში და ბავშვებთან თქვა რომ მაღლდება რასაც კი ეხება მეთქი და აი რასაც კი შეეხება კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს აი ხელმწიფე დამწიფო უნდა ის და ბოლომდე მიიყვანო და მთელი ძალისხმევა უნდა ჩადო ამაში და ნების სიმძაფრე არის ამაში ამ სიამოვნება უნდა სწორედ აი ნების სიმძაფრე შენებაში და არა შენებური თქობაში ამან უნდა მოგანიჭოს სიამოვნება შენს პროფესიასთან თაფლობისთვის უნდა გქონდეს და არ უნდა დამთავრდეს ეს თაფლობის არ უნდა განიხილო მისგან და მოვალეობისთვის არ უნდა შეგვიდე არსა და მაშინ აუცილებლად მიიღებ წარმატებას ახლა შეცდომებიც ბევრი მქონია რომელიც და ბევრი ჩემი რაღაცა პრაქტიკისთვის ან მეთოდისთვის ან ურთიერთობისთვის რევიზია ხშირად გამიკეთებია მაგრამ ერთი რამ ვიცი ნამდვილად რომ გიждები ჩემს პროფესიაზე გიждები იმ ნაწარმოებს რომელიც მაშინ მიჭირავს ხელში იმ მომენტში იმით ცხოვრობ იმით ყველა უჯრედს არის შესეული და სისხლში ძარღვებში სისხლის მაგივრად ამიდის და გიждები ბავშვებს ჩემს მოსწავლეებს და აი ეს სიყვარული და პასუხისმგებლობა შრომის მოყვარეობა შეუძლებელია უშედეგოდ დამთავრდეს და შეუძლებელია კიდევ რომ შენი სურვილის ობიექტს აღიარებასაც არ შეხვდე როდესმე იყო მაგალითად ერთი შემთხვევა როდესაც ჩოხატაურში ყველა პედაგოგი ქართულის მოსწავლებელი დააჯილდოვეს სცენაზე აიყვანეს ქართული ენაში შეტანილი წვლილისთვის თუ რაღაცა იმით და ამ დროს ძალიან ბევრი პროექტი მქონდა მოგებული გაზეთს უშვებდი არაფორმალური განათლება მის ბეღურების გადაფრენას უამრავი სტუმარი ვყავდა აქ მწერლები არ არის ისეთი მწერალი პოეტი აი რეზო ჭეიშვილის დღიურები გამოქვეყნდა და რეზო ამ ჩემს სკოლაზე და ჩემზე საუბარი აქვს ამ დღიურებში ასევე ხო და ერთადერთი ადამიანი ვიჯექი დარბაზში რომელიც ყველა ქართულის მოსწავლებელი დგას სცენაზე და მე ვიჯექი მხოლოდ დარბაზში რაღაცა ცოტა მაშინ გული დამწყდა რომ რაღაც არაფერი არ დაინახეს და რატომ იმიტომ რომ არაორდინალური ტიპი ვიყავი თუ ჩაცმის სტილიდან დაწყებული ბავშვებთან ურთიერთობით ბავშვებთან ერთად დავდიოდი შეკრებებზე ლაშქრობებზე მთებში სახლში და დამყავდა შემდეგ და ფიქრობდნენ რომ ცოტა შერეკილი არის და არც აღმიქვამდნენ სერიოზულად მაგრამ მაინც მოვიდა ეს თუნდაც აღიარება პატივისცემა ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მოსწავლეების მათი დამსახურება მე თუ დღეს რაიმეს წარმოვადგენ და მათი მშობლების აი ყველაზე ძალიან ვისაც ვიმადლიერები და ამ ქვეყნიდან როცა წავალ საზღვრო მადლიერები და სულ სავსე და გულსავსე წავალ ეს არის ჩემი მოსწავლეები მათი დამსახურება თუ კი რაიმეს წარმოვადგენა თუ კი შედგა ჩემი ცხოვრება ეს არის ჩემი ბავშვების დამსახურება და მადლობა მათ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ესეთი რამის თქმელი და რამის მოწველი პასუხისთვის ჩვენი გადაცემა მივახლოვდა დასასრულს და მინდა კიდევ ერთხელ არც უღმესი მადლობა გადაგიხადოთ რომ მოვწადეთ ჩვენ სტუდიაში და ნამდვილი ინტელექტუალური სიამოვნებაა თქვენთან საუბარი და თქვენგან ინტერვიუს ახება და ისეთი სიღრმისეული ინფორმაციული ინტერვიუ იყო დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება მადლობა თქვენ მიხარია ვამაყობ თქვენით ჩვენ მოსწავლე ყავით ჩემი და ფანტასტიკური და გამორჩეული და საინტერესო და თავისთავადი და ბედნიერი ვარ რომ დღეს ახლა თქვენთან ერთად ვარ თქვენ გესაუბრებით და მე მინდა თქვენ გისურვოთ წარმატება და გისურვოთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება რომელშიც თქვენი ნიჭი შეფასდება და დაფასდება იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ რა შესაძლებლობები გააქვთ და ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ თქვენით მადლობა კიდევ ერთხელ დიდი ამ საუბრისთვის. იმედი მაქვს და სულაც გამოთქვამ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას ექნება იმის მოგონება, რომ თქვენერი პედაგოგი გყავდეს. მადლობა კიდევ ერთხელ და ავანსად გქონდეს. აი შევეცდები რომ აი წარმოდგენაც გაქვთ, ცოტა მაინც მოვახლოვდე მას. მადლობა დიდი. მადლობა მინდა გადავახადოთ ჩვენს მსმენელსაც. შევხვდებით შემდგომ გადაცემაში ახალი სტუმრით და საინტერესო თემებით. დროებით.